ჩრდილოეთ ატლანტიკის შუაგულში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის მდებარეობს პატარა კუნძულების ჯგუფი, რომელსაც ფარერის კუნძულები ეწოდება. ის შედგება 18 კუნძულისგან და თითქმის ყველა დასახლებულია. 2026 წლისთვის მისი მოსახლეობა მხოლოდ 56,000-ზე მეტი იქნება. მოსახლეობა მცირეა, მაგრამ ეს ადგილი უნიკალურია, რადგან თითქმის ყველგან სადაც გაიხედავ, მაღალი მთები, ციცაბო კლდეები, სხვა და პატარა სოფლებია. ფარერის კუნძულები დანიის სამეფოს ნაწილია, მაგრამ მას აქვს საკუთარი მთავრობა და პარლამენტი, ბევრი ადგილობრივი კანონისა და გადაწყვეტილებისთვის. მათ ასევე აქვთ საკუთარი ენა, რომელსაც ფარერული ეწოდება და რომელიც წარმოიშვა ძველი ნორსულიდან, რომელსაც იყენებდნენ ნორსი დამსახლებლები, რომლებიც აქ 1000 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოვიდნენ. მაგრამ სანამ ადამიანები აქ ჩამოვიდოდნენ, კუნძულები უკვე დიდი ხნის წინ იყო ჩამოყალიბებული. ფარერის კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა. ეს ნიშნავს, რომ აქ არსებული ქვები ჩამოყალიბდა უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევების შედეგად, რომლებიც მილიონობით წლის წინ მოხდა. დროთა განმავლობაში ყინულმა, წვიმამ, ქარმა და ზღვამ ჩამოაყალიბა ის მთები და კლდეები, რომლებიც დღეს ჩანს. ამიტომ ფარერის კუნძულების ბევრი ნაწილი ჰგავს მაღალ კლდის კედლებს, რომლებიც პირდაპირ ზღვაში ეშვება. მისი საერთო ფართობი მცირეა, დაახლოებით 1400 კვადრატული კილომეტრი. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე მთელი არქიპელაგის სიგრძე დაახლოებით 113 კილომეტრია. მაგრამ რადგან აქ ბევრი მთა, ფიორდი და განცალკევებული კუნძულია, მოგზაურობა მარტივი და პირდაპირი არ არის. ადამიანები იყენებენ გზებს, ხიდებს, ბორანებს და გვირაბებს. ასევე არსებობს წყალქვეშა გვირაბები, რომლებიც პირდაპირ ზღვის ქვეშ გადის და რამდენიმე კუნძულს აერთებს. ამასთანავე ამინდი დიდ გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ხშირად ქარია ძლიერი, ამინდი სწრაფად იცვლება. შეიძლება ცა მოწმენდილი იყოს. შემდეგ კი ცოტა ხანში შეიძლება ნისლი, წვიმა ან ძლიერი ქარი დაიწყოს. რადგან ფარერის კუნძულები ჩრდილოეთ ატლანტიკის შუაგულში მდებარეობს, კუნძულებს პირდაპირ უთხრამს ზღვისგან მომავალი ცვალებადი ამინდის სისტემები. ამიტომ აქ ცხოვრები ადამიანები მიჩვეულები არიან. ჯერ ამინდი შეამოწმონ, სანამ იმოგზაურებენ, თევზაობენ ან მთაზე ავლენ. და ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია ფაროსელების ცხოვრებაში. ბევრი თაობის განმავლობაში თევზაობა იყო მათი ერთ-ერთი მთავარი საკვების და შემოსავლის წყარო. დღესაც ფარერის კუნძულების ეკონომიკის დიდი ნაწილი თევზაობასა და თევზის მოშენებიდან მოდის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი თანამედროვეა, ადამიანებს ჯერ კიდევ ძლიერი კავშირი აქვთ ზღვასთან. ყველაზე დიდ კუნძულ სტრეიმოიზე მდებარეობს დედაქალაქი თორშამნი. ის პატარაა ევროპის უმეტეს დედაქალაქებთან შედარებით, მაგრამ აქ ცხოვრობს ფარერის კუნძულების მოსახლეობის დიდი ნაწილი. აქვე მდებარეობს მთავრობის ოფისები, ბიზნესები, სკოლები, რესტორნები და მთავარი პორტი. სახელწოდება თორშამნი ნიშნავს თორის ნავსადგურს, თორის სახელიდან. ის იყო ჭექაქუხილის ღმერთი ძველ ნორსულ რელიგიაში. ამ ადგილს ასევე აქვს გრძელი ისტორია. ნორვეგიელი დასახლებულების დროს ხალხი იკრიბებოდა პატარა ნახევარკუნძულზე, რომელსაც ტინგანისი ეწოდება, რათა შეექმნათ კანონები და მოეგვარებინათ საზოგადოების პრობლემები. დაახლოებით მე-9 საუკუნეში აქ დაიწყო პარლამენტი, რომელსაც მოგვიანებით ლუკტინგი ეწოდა. ეს არის ერთ-ერთი უძველესი საპარლამენტო ტრადიცია მსოფლიოში. ტინგანიში დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ძველი წითელი ხის შენობები, ბალახის სახურავებით. თორშამნის ძველ ნაწილში ბევრი სახლი ასობით წლისაა და ზოგიერთი შენობა დღემდე გამოიყენება როგორც სამთავრობო ოფისი ან საცხოვრებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბალახის სახურავებზე. ეს მხოლოდ დიზაინი არ არის. ბალახი და სქელი მიწა სახურავებზე დიდი ხანია გამოიყენება, რადგან ისინი ეხმარება სახლს შიგნით სითბოს შენარჩუნებაში, ცივ და ქარიან ამინდში. ასევე ეს იცავს სახურავს მკაცრი ამინდისგან. ამიტომ დღემდე გამოიყენება ბალახის სახურავები ფარერის კუნძულების ზოგ ტრადიციულ და თანამედროვე შენობაში. აქ ჩანს როგორც ცხოვრობდნენ ამ ადგილას ადამიანები. ისინი ვერ ცვლიდნენ ზღვას, მთებს ან ძლიერ ქარს. ამიტომ მათ მოუხდათ შეგუება. მათ ააშენეს სახლები, რომლებიც შეესაბამება კლიმატს, მათ იპოვეს გზა კუნძულებს შორის მგზავრობისთვის და მათ გარშემო არსებული ზღვიდან საარსებო წყარო მოიპოვეს. მაგრამ როცა ვშორდებით თორშამს, უფრო კარგად ხედავთ, რამდენად დიდია ციცაბო მთებისა და ატლანტის ოკეანის გავლენა ფარერის კუნძულების თითოეულ პატარა საზოგადოებაზე. რადგან ფარერის კუნძულები ერთმანეთისგან განცალკევებულია, დიდი ხანია კუნძულიდან კუნძულზე გადასვლა რთული იყო. ადრე საჭირო იყო ბორანზე დაყრდნობა ან უფრო გრძელი გზის გავლა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში მათ სხვა გზა იპოვეს. მათ ზღვის ქვეშ გვირაბები გათხარეს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქ არის ეისტუროის გვირაბი. ის 2020 წელს გაიხსნა. ის 11 კილომეტრზე მეტს აღწევს და აერთებს სტრეიმოის, სადაც დედაქალაქი თორშამნი მდებარეობს და ეისტუროის კუნძულს.
მაგრამ ყველაზე გამორჩეული ის არის, რომ ზღვის ქვეშ მრგვალი გზაჯვარედინი მდებარეობს. ეს არის პირველი წყალქვეშა მრგვალი გზაჯვარედინი მსოფლიოში. აქ 3 გვირაბი იკვეთება. შუაში დიდი ხელოვნების ნიმუშია და გარშემო ლურჯი განათებაა. მძღოლებს ასევე შეუძლიათ სპეციალური მუსიკის მოსმენა გვირაბში გავლისას. ყველაზე ღრმა ნაწილში ის თითქმის 190 მეტრს აღწევს ზღვის ქვეშ. გვირაბის აშენებამდე ზოგიერთ მარშრუტზე მგზავრობა 1 საათზე მეტს გრძელდებოდა. ახლა კი ზოგიერთი მგზავრობა მხოლოდ დაახლოებით 15-20 წუთს გრძელდება. და ეს ერთადერთი წყალქვეშა გვირაბი არ არის ფარერის კუნძულებზე. ამჟამად ესეთი 4 გვირაბი გამოიყენება. ვაგა ტუნელი აკავშირებს ვაგარს და სტრეიმოის. ნორდოია ტუნელი აკავშირებს ბორდოის და ტუროის. აის ტუროიერ ტუნელი კი აკავშირებს სტრეიმოის და აის ტუროის. სანდოერ ტუნელი კი აკავშირებს სტრეიმოის და ამის შედეგად უფრო მეტი ადამიანი ახერხებს კუნძულებს შორის მგზავრობას მხოლოდ მანქანით. აღარ არის საჭირო ყოველთვის ბორანი. ძნელია ამ გვირაბების გაკეთება, რადგან ფარერის კუნძულებზე ქანების დიდი ნაწილი ბაზალტია. ბაზალტი მაგარი ვულკანური ქვაა. გვირაბის გასაკეთებლად მუშები ქანებში ბურღავენ. ასაფეთქებელ მასალას ათავსებენ. ნელ-ნელა ირებენ დამსხვრეულ ქვას. ამას ბევრჯერ იმეორებენ, სანამ ზღვის ქვეშ გზა არ გაკეთდება. ასეთი პროექტი ძალიან ძვირია ადგილისთვის, სადაც მოსახლეობა ცოტაა, მაგრამ ეს დიდ დახმარებას უწევს ყოველდღიურ ცხოვრებას. უფრო სწრაფად მიდიან სამსახურში, სკოლაში, საავადმყოფოში და სხვა ქალაქებში. ასევე უფრო ადვილია პროდუქტისა და სერვისის ერთი კუნძულიდან მეორეზე გადატანა. ამიტომ გვირაბები მხოლოდ ტურისტული ატრაქციონი არ არის. ისინი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფარერის კუნძულებზე ადამიანები უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებულები. მაგრამ მაშინ, როცა თანამედროვე გვირაბები დღეს კუნძულებს აერთებს, არის ერთი ცხოველი, რომელიც დიდი ხანია კუნძულზე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ცხვარი. თვითონ სახელიც კი ფარერის კუნძულების ფაროს ერქვა. ხშირად განმარტავენ როგორც ცხვრების კუნძულები. უკვე 1000 წელზე მეტია, რაც კუნძულებზე ცხვარი ბინადრობს. ჯერ კიდევ ნორსელი დასახლებულების დროიდან. მაშინ ცხვარი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ხორცს და მატყლს აძლევდა. მატყლს იყენებდნენ ტანსაცმლის დასამზადებლად, რომელიც აუცილებელი იყო ცივ და ქარიან კლიმატში. მრავალი საუკუნის განმავლობაში მატყლი ასევე იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც ფარერის კუნძულები სხვა ადგილებში ყიდნენ. აქ კიდევ ერთი ძველი გამონათქვამია, რომლის მნიშვნელობა მატყლი ფაროს ოქროა. დღესაც კი ფარერის კუნძულებზე ცხვარი ადამიანებზე მეტია. დაახლოებით 70,000 ცხვარია, ფაროს ცხვარი პატარაა, მაგრამ გამძლე. ის შეჩვეულია ცივ ამინდს, ძლიერ ქარს და ციცაბო მთებს. ხშირად ისინი თავისუფლად ზოვენ ვრცელ სავცებზე. შეგიძლიათ ნახოთ ისინი მთისგზის პირას და ზოგჯერ პირდაპირ სოფლების ახლოსაც. მატყლი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის, როგორც ადრე, რადგან ახლა გლობალურ ბაზარზე უფრო მეტი იაფი ქსოვილია. თუმცა ფაროს კუნძულებზე ქსოვის ტრადიცია მაინც ცოცხალია. ხალხი კვლავაც ამზადებს სვიტერებს, ქუდებს და სხვა ტანსაცმელს მატყლით. და ბევრი ფაროსელისთვის ეს მხოლოდ ტანსაცმლის დამზადების ძველი მეთოდი არ არის. ეს მათი კულტურის ნაწილია. ამიტომ ფაროს კუნძულებზე შეგიძლიათ დაინახო ორი განსხვავებული ეპოქა, რომლებიც ერთდროულად არსებობს. ზღვის ქვეშ არის თანამედროვე გვირაბები, რომლებიც მოწინავე ინჟინერიითაა აშენებული. მთის ზედაპირზე კი არის ცხვრები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. ორივე აჩვენებს თუ როგორ ისწავლეს ადამიანებმა ცხოვრება ისეთ ადგილას, რომელსაც ზღვა ყოფს და მკაცრი კლიმატი აყალიბებს. დღემდე ფარერის კუნძულებზე ცოცხალია ერთი ძველი ტრადიცია, რომელსაც ფარერული ჯაჭვური ცეკვა ეწოდება. ამ ცეკვაში ადამიანები ხელჩაკიდებულები მოძრაობენ ერთად და მღერიან გრძელ ისტორიებს. არ არის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები, მხოლოდ ადამიანების ხმა და მოძრაობაა გამოყენებული. ამ სიმღერებს ბალადები ეწოდება. ბევრი ეს ისტორია მეფეებზე, მებრძოლებზე, სიყვარულზე და ძველი ნორსული კულტურიდან წამოსულ მოვლენებზეა. ძალიან მნიშვნელოვანია ჯაჭვური ცეკვა, რადგან მან ხელი შეუწყო ფარერის კუნძულების ისტორიებისა და ენის საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებას. აქ მთავარი ენაა ფარერული, ანუ ფეროისკე. ეს არის ჩრდილოეთ გერმანული ენა, რომელიც წარმოიშვა ძველი ნორსულიდან. იმ ენიდან, რომელიც ნორსმა დასახლებულებმა ფარერის კუნძულებზე 1000 წელზე მეტი ხნის წინ მოიტანეს. დიდი ხნის განმავლობაში სკოლებსა და ეკლესიებში ძირითადად დანიური ენა გამოიყენებოდა. ფარერული კი ხალხში კვლავ გამოიყენებოდა სახლში, ყოველდღიურ საუბარში და სიმღერებში. 1846 წელს ვენცესლაუს ჰამერსჰეიმმა შექმნა ფარერული ენის სტანდარტული წერის წესი. ეს დიდი დახმარება იყო ენის ერთიანი წერისა და სწავლებისათვის. 1928 წელს ფარერული და დანიური სკოლებსა და ეკლესიებში თანაბარებში თანაბარი გახდა. ხოლო 1958 წელს ფარერული ენა გახდა მთავარი ენა. დღემდე ფარერულს იყენებს უმეტესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. დანიური კი ოფიციალური მეორე ენაა და ასევე ისწავლება სკოლაში.
ამიტომ ჯაჭვური ცეკვა მხოლოდ უბრალო ცეკვა არ არის. ეს ასევე არის გზა, რომ შემდეგ თაობას გადაეცეს ძველი სიმღერები, ამბები და ფარერული ენა. ადამიანების კულტურიდან გადავიდეთ ჩრდილოეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კუნძულზე, ალსოიზე. კუნძული გრძელი და ვიწროა, სავსეა მაღალი მთებით. აქ არის 4 პატარა სოფელი და მოსახლეობა ძალიან ცოტაა. ერთი გზა დაახლოებით 17 კილომეტრი სიგრძის გადის სიდრადალურიდან სამხრეთში, ტოლანესამდე ჩრდილოეთში. ამ გზაზე გაივლი 4 გვირაბს, რომლებიც პირდაპირ მთებშია გაკეთებული. გზისა და გვირაბების ზოგიერთი ნაწილი ვიწროა, ამიტომ ძღოლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ალსოის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კალორის შუკურა. შუკურა პატარაა, მაგრამ ეს ადგილი ცნობილია გარშემო არსებული ხედებით. აქედან ჩანს მაღალი მწვანე მთები, რომლებიც პირდაპირ ატლანტის ოკეანეში ეშვება. შუკურამდე მისასვლელად ჯერ უნდა მიხვიდეთ ტროლანესის სოფელში და შემდეგ ფეხით აიაროთ მთაზე. კარგამინდში აქედან შეგიძლიათ დაინახოთ რამდენიმე მეზობელი კუნძული, მაგრამ კალსოიზე ამინდი სწრაფად იცვლება. შეიძლება მოულოდნელად ნისლი ჩამოწვეს, წვიმა ან ძლიერი ქარი. კალსოი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ეს ადგილი გამოიყენეს ჯეიმს ბონდის ფილმის სნელთის No Time to Die-ის გადაღებისთვის, რომელიც 2021 წელს გამოვიდა. ფილმის ნაწილი გადაიღეს კალორის მახლობლად. გადაღებების შემდეგ ადგილობრივმა საზოგადოებამ ჯეიმს ბონდისთვის პატარა მემორიალი საფლავის ქვასავით გააკეთა ფილმის მოსაგონებლად. მაგრამ სანამ ფილმის ჯგუფი და ტურისტები ჩამოვიდოდნენ, კალსოის მთები, გვირაბები და ზღვა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი დიდი ხანია უკვე. და როგორც ფარერის კუნძულების სხვა ნაწილებში, აქ ნათლად ჩანს, როგორ ისწავლეს ადამიანებმა ადაპტაცია ისეთ რთულ ადგილას, სადაც ცხოვრება ძნელია. მთებისა და ზღვისგან განცალკევების ნაცვლად მათ გზები და გვირაბები გააკეთეს. და მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია მათ გარშემო იცვლება, ისინი მაინც ინარჩუნებენ ენას, სიმღერებს და ტრადიციებს, რომლებიც წინათაობებიდან მოდის. ფარერის კუნძულებზე ადამიანების ცხოვრებაში მხოლოდ კულტურა და გვირაბები არ არის მნიშვნელოვანი. მათი შემოსავლის დიდი ნაწილი ზღვიდან მოდის. ფარერის კუნძულების ხმელეთის ფართობი მცირეა და აქ ფართო სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები არ არის. ასევე აქ არ არის დიდი ნავთობის ინდუსტრია, მაგრამ მის გარშემო ზღვა ძალიან მდიდარია თევზით. ამიტომ მრავალი საუკუნის განმავლობაში თევზაობა იყო ფარერელების მთავარი საქმიანობა. დღემდე თევზაობა და თევზის მოშენება მათი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ფარერის კუნძულების ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების 90%-ზე მეტი თევზისა და ზღვის პროდუქტებიდან მოდის. აქ შედის ვირთევზა, ჰადოკი, ქაშაყი, სკუმბრია და განსაკუთრებით ატლანტიკური ორაგული. აქ ორაგულის მოშენების ინდუსტრია ძალიან დიდია. ორაგულს ზრდიან კუნძულების გარშემო ცივ წყლებში, სანამ ევროპაში, აზიასა და სხვა ბაზრებზე გაგზავნიან. უახლესი სავაჭრო მონაცემებით, ორაგული მაინც ფარერის კუნძულების ყველაზე დიდი ცალკეული ზღვის პროდუქტების ექსპორტია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსახლეობა მცირეა, ძალიან დიდი რაოდენობის ზღვის პროდუქტებს ყიდიან სხვა ქვეყნებში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფარერებზე მხოლოდ თევზაობით არიან დაკავებულნი. სხვა ინდუსტრიებიც იზრდება, მაგალითად, ტექნოლოგიები, სერვისები და ტურიზმი. რადგან ინტერნეტის სწრაფია და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, უფრო მარტივია ონლაინ მუშაობა კუნძულებიდან და ახალი გვირაბების წყალობით, რომლებიც რამდენიმე კუნძულს აკავშირებს, უფრო ადვილია პატარა სოფელში ცხოვრება და სხვა ადგილას მუშაობა. ადრე შეიძლება საჭირო ყოფილიყო ბორანზე ასვლა. ეხლა ზოგიერთ მარშრუტზე მხოლოდ მანქანაა საჭირო. ეს დიდი ცვლილებაა იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ზღვით არიან განცალკევებულნი. მაგრამ როცა ცხოვრება უფრო თანამედროვე ხდება, ახალგაზრდა ფარეреლებისთვისაც ერთი კითხვა ჩნდება. დარჩებიან ისინი თავიანთ პატარა ქვეყანაში, თუ გადავლენ დანიაში და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში. ბევრი მიდის სასწავლებლად ან სამუშაოდ, მაგრამ ბევრი ბრუნდება კიდეც. ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანია მშვიდი ცხოვრება, ოჯახი, საზოგადოება და ბუნებასთან სიახლოვე, ვიდრე ცხოვრება დიდ ქალაქში. და ასეთ ცხოვრებას ნახავთ, როცა ჩავდივართ ფარერის კუნძულების ყველაზე სამხრეთ ნაწილში. აქ მდებარეობს სუდუროის კუნძული. მის სამხრეთ წვერზეა აკრა-აკრაბერგის შუკურა. შუკურა აშენდა 1909 წელს, რათა დახმარებოდა გემებს, რომლებიც გადიოდნენ ამ ადგილის გარშემო საშიშ წყლებში. ის მდებარეობს მიწის ბოლოში, პირდაპირ მიმართულია ფართო ჩრდილოეთ ატლანტიკისკენ. აქ ქარია ძლიერი და ამინდი სწრაფად იცვლება. როცა ცა მოწმენდილია, ზღვის ხედები ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ როცა ნისლი მოდის, შორეული მთები და შეკლდეები შეიძლება უცებ გაქრეს თვალთახედვიდან. ფარერის კუნძულებზე კიდევ ერთი უჩვეულო სანახაობა, რომელსაც ზოგჯერ შეიძლება გადააცვლდეთ. როცა ქარი და ტენიანობა სწორად ემთხვევა, სქელი ნისლი შეიძლება მთის ფერდობებზე ჩამოიყვაროს. ეს წყლის ჩანჩქერს გავს, მაგრამ სინამდვილეში ღრუბელი და ნისლია, რაც ეშვება. ეს წყალი არ არის.
ასე ხდება მაშინ, როცა ქარი სველ და ცივ ჰაერს მთისკენ ზევით უბერავს. მწვერვალს რომ გადაცდება, ნისლი მეორე მხარეს ეშვება. რადგან ნისლი ძალიან სქელია, ის თეთრ წყალს გავს, რომელიც კლდიდან ეშვება. მაგრამ ფარერის კუნძულების გრძელი ისტორია მხოლოდ კუნძულების ბოლოს არ ჩანს. დორშავნთან ახლოს არის სოფელი სახელად კირკიუბური. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია ქვეყანაში. შუა საუკუნეებში აქ იყო ეკლესიისა და რელიგიური ცხოვრების ცენტრი ფარერის კუნძულებზე. აქ ნახავთ მაგნუსის ტაძრის ნანგრევებს და პატარა ოლავს კირკიანს, ძველ ეკლესიას, რომელიც დღემდე გამოიყენება. მაგრამ ყველაზე ცნობილი შენობა აქ არის კირკიუბურ გარდური. ეს ძალიან ძველი ხის ფერმის სახლი, რომლის ნაწილებიც 900 წელზე მეტია არსებობს. მისი ყველაზე ძველი ნაწილი როიქსტოვანია. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ ხის სახვად მსოფლიოში, სადაც დღემდე ცხოვრობენ. იგივე ფაროსული ოჯახი აქ 17 თაობის განმავლობაში ცხოვრობდა. ეს ნიშნავს, რომ როცა ევროპა იცვლებოდა, როცა ომები იყო, ახალი ქვეყნები და ახალი ტექნოლოგიები ჩნდებოდა, ცხოვრება ამ ფერმის სახლში მაინც გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ისეთივე დარჩა, როგორც 1100-იან წლებში. დღეს აქ ცხოვრები ადამიანები უკვე თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ სახლი მათი ოჯახის და ისტორიის ნამდვილ ნაწილად რჩება და არა უბრალოდ მუზეუმის ექსპონატად. და სწორედ აქ ხდება ნათელი, რატომ არის ფარერის კუნძულები განსაკუთრებული. ქვეყანა პატარაა და შორსაა ევროპის დიდ ქალაქებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დროს ჩამორჩა. ისინი აშენებენ გვირაბებს ზღვის ქვეშ. აქვთ თანამედროვე თევზჭერის ინდუსტრია და სწრაფი ინტერნეტი. აქ არის თანამედროვე მთავრობა და ბიზნესი, მაგრამ ამასთან ერთად ჯერ კიდევ ცოცხალია ფაროსული ენა, ჯაჭვური ცეკვა, ცხვრის მოშენება და სახლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება. მათ არ ჭირდებათ არჩევა, თანამედროვეები არიან თუ ტრადიციულები. ორივე ერთად აქვთ და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ფარერის კუნძულები უნიკალურია. აქ ცხოვრებმა ხალხმა ისწავლა, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები ისე, რომ არ დაავიწყეთ ვინ არიან ისინი. ადგილას, რომელსაც მთები და ზღვა ყოფს, მათ კუნძულებს შორის კავშირი უფრო მარტივი გახადეს. ადგილას, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწა ცოტაა, მათ ზღვა თავიანთი საარსებო წყაროდ აქციეს. და მაშინ, როცა გარე სამყარო სწრაფად იცვლება, ისინი კვლავ ინარჩუნებენ საკუთარ ენას, ტრადიციებსა და საზოგადოებებს, რომლებიც ამ კუნძულებზე 1000 წელზე მეტია არსებობს. ფარერის კუნძულების ამბის ბოლოს არის ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ. კუნძულების შორსაა, მოსახლეობა მცირეა. ამინდი ხშირად იცვლება და ადვილი არ არის ცხოვრება ჩრდილოეთ ატლანტიკის შუაგულში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ცხოვრებ ხალხს აქედან წასვლა უნდა. სინამდვილეში ფარერის კუნძულებზე მოსახლეობა მუდმივად იზრდება. 2026 წლისთვის აქ უკვე 55000-ზე მეტი ადამიანი იცხოვრებს. ეს ბევრად მეტია ვიდრე წინა 10 წლეულებში. ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფარერელი დროებით ტოვებს კუნძულებს სასწავლებლად ან სამუშაოდ დანიაში და სხვა ქვეყნებში, ბევრი მაინც ირჩევს დაბრუნებას ან დარჩენას. ამაში დიდი როლი აქვს იმ ცხოვრების სტილს, რაც მათ აქვთ. თემები პატარაა, ამიტომ ადამიანები ხშირად იცნობენ ერთმანეთს. ოჯახები უფრო ახლოს არიან და რადგან ბევრ ადგილამდე მანძილი მოკლეა, სწრაფად შეგიძლია სახლიდან სამსახურში, სკოლაში ან ზღვაზე მისვლა. ეს არ ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება იდეალურია. ზოგი პროდუქტის ფასი მაღალია, რადგან მათი შემოტანა სხვა ქვეყნებიდან ხდება. სამუშაოებიც შეზღუდულია, ევროპული დიდი ქალაქებისგან განსხვავებით. და როცა სპეციალური სამედიცინო მკურნალობა ან განათლება გჭირდება, რაც კუნძულებზე არ არის, ზოგ ადამიანს დანიაში წასვლა უწევს. თუმცა ფარერის კუნძულები რაც უფრო თანამედროვე ხდება, მით უფრო ნაკლებია ის პრობლემები, რაც იზოლაციამ მოიტანა. არის სწრაფი ინტერნეტი, თანამედროვე საავადმყოფოები და სკოლები, საკუთარი უნივერსიტეტი, აეროპორტები, ბორანები და გვირაბები. და არის მთავრობა, რომელიც უშუალოდ იღებს ბევრ გადაწყვეტილებას კუნძულების საჭიროებებისთვის. ფარერის კუნძულები ჯერ კიდევ დანიის სამეფოს ნაწილია, მაგრამ მათ აქვთ ფართო ავტონომია. ფარერის მთავრობა მართავს ბევრ საკითხს, როგორიცაა თევზჭერა, გადასახადები, ბიზნესი, ტრანსპორტი, განათლება, კულტურა და სოციალური სერვისები. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მცირეა, ბევრი გადაწყვეტილება ყოველდღიურ ცხოვრებაზე თავად ფარერის კუნძულებზე მიიღება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათი მდგომარეობა განსხვავებულია დანიისგან. განსხვავებულია ეკონომიკა, განსხვავებულია გეოგრაფია და განსხვავებულია პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს, როცა შენი ქვეყანა შედგება პატარა კუნძულებისგან ატლანტის ოკეანის შუაგულში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო დიდი დანიის სამეფოს ნაწილი არიან, ფარერის კუნძულებს მაინც აშკარად აქვთ საკუთარი იდენტობა, აქვთ საკუთარი დროშა, აქვთ საკუთარი პარლამენტი, აქვთ საკუთარი ენა.
და აქვთ კულტურა, რომელიც არ სჭირდებათ დატოვონ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამედროვე გახდნენ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც სახლის ცნება ასე მნიშვნელოვანია ფარერის კუნძულებზე. ეს მხოლოდ სახლს არ ნიშნავს. აქ შედის ადგილი, ოჯახი, ენა და საზოგადოება. როცა იზრდები პატარა სოფელში, სადაც ბევრს იცნობ, შენს ადგილთან კავშირი სრულიად განსხვავებულია. შენ იცი, რომელი მთაა სახლის უკან. იცი, საიდან მოდის ძლიერი ქარი. იცი, რომელი გზა შეიძლება დაიხუროს ცუდ ამინდში. და იცი, ვის უნდა დაუკავშირდე, როცა დახმარება გჭირდება. ეს ფულით ადვილად ვერ იზომება. ამიტომ ფაროსი ზოგიერთ ახალგაზრდას, ვინც კოპენჰაგენში ან სხვა დიდ ქალაქში ცხოვრებას გამოცადა, დაბრუნების მიზეზი აქვს. შეიძლება იქ მეტი სამუშაო და გართობა იყოს. მაგრამ ფარერის კუნძულებზე ოჯახთან, ბუნებასთან და საზოგადოებასთან ახლოს ყოფნა უფრო ადვილია. და ეს არ ნიშნავს, რომ მათ წინაპრებივით ცხოვრება უწევთ. აქ არის თანამედროვე სამუშაოები, საერთაშორისო კომპანიები, მუსიკოსები, დიზაინერები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები და მკვლევარები. ზოგი ადამიანი ონლაინ მუშაობს სხვა ქვეყნების კომპანიებისთვის, მაშინ როცა ისევ ფარერის კუნძულებზე ცხოვრობს. ამიტომ აღარ არის საჭირო ყოველთვის აირჩიო თანამედროვე ცხოვრება და პატარა კუნძულოვანი საზოგადოება შორის. შეგიძლია ორივე გქონდეს. არის ერთი ფარერული სიტყვა, რომელსაც ხშირად იყენებენ იმის აღსაწერად, თუ როგორი კომფორტული შეგრძლებაა სიჩუმეში ყოფნა. უსაფრთხოდ ხარ და შენთან ახლო ადამიანები ყავს გვერდით. ეს სიტყვა ჰუგნი. ეს არის უბრალო სიხარული და კომფორტი, რომელსაც დიდი ღონისძიება არ ჭირდება. შეიძლება იყოს ოჯახის წევრებთან ერთად ჭამა, ყავის დალევა მაშინ, როცა გარეთ ცუდი ამინდია, ან უბრალოდ სახლში ჯდომა, როცა ქარისა და წვიმის ხმა ისმის. ეს არ არის უნიკალური იდეა, რომელიც მხოლოდ ფარერის კუნძულებზე არსებობს. მაგრამ უფრო ადვილია გასაგები, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ისეთ ადგილას, სადაც ამით ხაიმინდი ხშირად აიძულებს ადამიანებს დარჩნენ სახლში და ერთად იყვნენ. ალბათ აქედანაც ჩანს, რატომ რჩება ამ კუნძულებზე ამდენი ძველი ტრადიცია ცოცხალი. არა იმიტომ, რომ არ უნდათ ცვლილება, არამედ იმიტომ, რომ არის რაღაცები, რაც არ არის საჭირო გაქრეს, მაშინაც კი როცა ახალი ტექნოლოგია შემოდის. შეიძლება წავქვეშა გვირაბის აშენება და ამავე დროს ხელით ნაკსოვი მატყლის სვიტერის ტარება. შეიძლება სმარტფონის გამოყენება და ამავე დროს ფარერულად საუბარი. შეიძლება მუშაობა თანამედროვე ოფისში და ამავე დროს ჯაჭვუ ცეკვაში მონაწილეობა შეკრებაზე. არ არის საჭირო ძველი ცხოვრების წესის წაშლა, რათა თანამედროვე სამყაროს ფეხი აუწყო. და ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათლად ჩანს ფარერის კუნძულებზე. EU ქვეყანაში, როდესაც ადგილი უფრო თანამედროვე ხდება, ნეონელა ქრება, პატარა საზოგადოებები და ადამიანები დიდ ქალაქებში გადადიან. ფარერის კუნძულებზე ცვლილებები აქაც ხდება, მაგრამ ისინი ახალ ინფრასტრუქტურას იყენებენ იმისთვის, რომ პატარა სოფლებში დარჩენა უფრო მარტივი გახდეს. გვირაბი მხოლოდ მგზავრობას არ აჩქარებს. ის შეიძლება ოჯახს პატარა კუნძულზე ცხოვრების საშუალებას აძლევდეს, მაშინ როცა ერთი წევრი დიდ ქალაქში მუშაობს. სწრაფი ინტერნეტი მხოლოდ გართობისთვის არ არის. ეს შესაძლებელს ხდის იმ სამუშაოს შესრულებას, ვისთვისაც ადრე ქვეყნის დატოვება იყო საჭირო. ასე რომ უცნაური გზით ფარერის კუნძულები თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს თავისი პატარა თემების დასაცავად. ყველა არ დარჩება, ყველას არ სურს პატარა კუნძულზე ცხოვრება. და როცა ეკონომიკა და კლიმატი იცვლება, ახალი პრობლემები გაჩნდება, მაგრამ აშკარაა, რომ იზოლაცია აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. ფარერის კუნძულები აღარ არის უბრალოდ ზღვით გამოყოფილი კუნძულების ჯგუფი. ისინი ახლა უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი ვიდრე ოდესმე. მაგრამ თითოეულ ადგილს მაინც თავისი უნიკალური იდენტობა აქვს. ასე რომ თუ ფარერის კუნძულების ისტორიაში რამეს შეამჩნევთ, ეს არ ეხება სიჩუმეს ან სამყაროსგან შორს ყოფნას. მიზეზი, რატომაც ეს კუნძულები განსაკუთრებულია, უფრო მარტივია. აქ მცხოვრებმა ხალხმა ისწავლა, როგორ მოაწყონ ცხოვრება იმ გარემოში, რაც აქვთ. მათ არ შეუძლიათ მთის მოცილება, მათ არ შეუძლიათ ქარის შეჩერება, მათ არ შეუძლიათ კუნძულების ევროპასთან მიახლოება. ამიტომაც მათ იპოვეს გზა, რომ ეცხოვრათ ამ ყველაფერთან ერთად. და მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრ ადგილას ხალხი კვლავ ეძებს უფრო დიდს, უფრო სწრაფს და უფრო ახალს, ფარერის კუნძულებზე არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ დარჩენას იმ პატარა ადგილას, რომელსაც დიდი ხანია სახლს უწოდებენ. არა იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათთვის აქაური ცხოვრება საკმარისია.